ჩემს ერთ ვიდეოში, რომელიც სოციალურ სივრცეში ავტვირთე, ჩანს და განმარტავ თუ როგორ ვქმნი მე ნაკრებ პაკეტს, ანუ სხვადასხვა სკის ჩარჩოებისგან, როგორ ვქმნი პაკეტს, რომელსაც ნაკრები პაკეტი ეწოდება. რამაც ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია განსაკუთრებით დამწყებ მეფუტკრეებში და ამიტომ გადავწყვიტე დღეს, რომ კიდევ ერთხელ ჩავწერო ასეთი პაკეტის შექმნაზე ვიდეო. ამ ვიდეოში გაჩვენებ თუ როგორ ვქმნი მე ამ პაკეტს და განმარტავ კიდევ უფრო სიღრმისეულად თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთი პაკეტების შექმნის დროს. დღეს სწორედ ვაპირებ რომ შევქმნა ასეთი ორი პაკეტი და თქვენს გაჩვენებ თან განმარტავ თუ რა არის საჭირო ამ პაკეტების შესაქმნელად და როგორ უნდა მოვიქცეთ რომ ეს პაკეტები შევინარჩუნოთ. პირველ რიგში რა თქმა უნდა საჭიროა წინასწარ გქონდეს დათვალიერებული ჩვენი სკები და ვიცოდეთ მათი მდგომარეობა თუ რომელი სკები გამოვიყენოთ ამ პაკეტების შესაქმნელად, რომელი სკიდან რამდენი ჩარჩოს ამოღებას შევძლებთ რომ ეს პაკეტი შევქმნათ. ეხლა თან ვიმუშავებ და თან ვიზუალურად გაჩვენებთ თუ როგორ ვქმნი მე ამ პაკეტს და როგორ ვიქცევი ასეთი პაკეტის შექმნის დროს. ასეთი პაკეტების შექმნის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიცოდეთ ჩვენი სკების მდგომარეობა, თუ რომელი სკიდან რამდენი ჩარჩოს ამოღება შეგვიძლია, რადგან ასეთი პაკეტების შესაქმნელად საჭიროა ძლიერი სკები, რომ მათ ეს დანაკლისი ისევ მარტივად შეივსონ. სუსტი სკებისგან ასეთი პაკეტების გაკეთება არ არის რეკომენდირებული, რადგან მათ კიდევ მეტად დავასუსტებთ და კიდევ უფრო გაძნელდება ამ სკების განვითარება. ასეთი პაკეტების შესაქმნელად საჭიროა თაფლიანი ჩარჩო, ჭეოიანი ჩარჩო და ბარტყიანი ჩარჩოები. გააჩნია რა რაოდენობის ჩარჩოები გვინდა გამოვიყენოთ პაკეტის შესაქმნელად. პაკეტი შეგვიძლია შევქმნათ როგორც 4 ჩარჩოსგან, ასევე 5 ჩარჩოსგან. თუ ვქმნით 4 ჩარჩოიან პაკეტს, 4 ჩარჩოიანი პაკეტისთვის საჭიროა ერთი თაფლიანი ჩარჩო, ერთი ჭეოიანი ჩარჩო, 2 ჩარჩო ბარტყი, ერთი ჩარჩო გადაბეჭდილი ბარტყით, ხოლო ერთი ჩარჩო გადაუბეჭდავი ბარტყით. თუ 5 ჩარჩოიან პაკეტს ვქმნით, მაშინ ერთ გადაბეჭდილ ბარტყიან ჩარჩოს დავამატებთ და იქნება 5 ჩარჩოიანი პაკეტი. ეხლა ვიზუალურად შევეცდები გაჩვენოთ თუ როგორ ვქმნი პაკეტს და როგორი ჩარჩოები გვჭირდება ამ პაკეტის შესაქმნელად. რა თქმა უნდა, როდესაც ამ პაკეტს ვქმნით, კიდევ ერთი პირობა ის არის, რომ აუცილებლად უნდა გაყვეს ფუტკარი ამ ჩარჩოებს, ის ფუტკარი, რომელი ფუტკარიც ამ ჩარჩოებზე იმყოფება, თავისი ფუტკრით უნდა გადავიყვანოთ. აქ გვაქვს უკვე ბარტყიანი ჩარჩო და ეს ერთი ჩარჩო შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც გადაბეჭდილი ბარტყით, მაგრამ დააკვირდეთ აუცილებლად რომ დედაფუტკარი არ გავაყოლოთ ასეთ პაკეტს, დედაფუტკარი უნდა დარჩეს იმ სკაში, საიდანაც ამოგვაქვს ეს ჩარჩოები. ეს ხლა გვჭირდება თაფლიანი ჩარჩო. აი, დედაფუტკარი ამ ჩარჩოზე იმყოფება და ამ ჩარჩოს არ გადავიტან იქით, რომ დედაფუტკარი არ გავაყოლო. ხილად მოვეპრობი, შემდეგ ჩარჩოს ნახავ თუ არის ზე თაფლიანი ჩარჩო, თუ არა შემდეგი სკიდან გამოვიყენებ. აი ეს თაფლიანი ჩარჩოა. აქვს ამას თაფლიანი ჩარჩო, აი თაფლიანი ჩარჩოა. ეს მინდოდა რომ შემენარჩუნებინა სკაში, მაგრამ ამას გადავიტან. ეხლა იქით და ექნებათ ერთი თაფლიანი ჩარჩო. 4 ჩარჩოიან პაკეტს ვქმნი მე ეხლა.
ამას დავაფარებ თავს ისევ და შემდეგ მოbrუნდები და ჩავუმატებ ჩარჩოებს. ეხლა ეს გადავათვალიეროთ. კიდევ ერთხელ გადავალებ თვალს, რომ ავიღო ჭეოიანი ჩარჩო და ერთი გადაუბეჭდავი ბარტყით ჭირდება ჩარჩო. ეს კაცი ძალიან კარგ მდგომარეობაშია. მაქვს გადაუბეჭდავი ჩარჩო. დავაკვირდები, რომ დედა ფუტკარი არ იმყოფებოდეს ამ ჩარჩოზე. ამ ჭირდება ერთი ჭეოიანი ჩარჩო. ეხლა გაჩვენებთ ვიზუალურად თუ როგორ გამოიყურება ესეთი პაკეტი. მინდოდა 4 ჩარჩოიანი, მაგრამ 5 ჩარჩოიანი პაკეტი გამომივიდა. თაფლიანი ჩარჩო, 2 ჩარჩო ბარტყით გადაბეჭდილი, ერთი გადაუბეჭდავი ბარტყით და ერთი ჩარჩო ჭეოიანი, რომელიც აუცილებლად ჭირდება ჩვენს ფუტკარს, რომ ბარტყი გამოყვებოს. ეხლა ჩავუმატებ ტიხრებს, საკვებ-მარაგს მივცემ, რომ გამოყვებოს ფუტკარმა საკუთარი ბარტყი და თან დედასაც გამოიყვანებენ, რადგან მე დედა არ მყავს ამ ეტაპზე და თვითონ შეძლებენ ამ დედის გამოყვანას. ჩავუდებ ტიხრებს, რომელიც მიცემთ სითბოს საშუალებას და არ დაეფანტებათ სითბო. ფუტკრები ძალიან წყნარად არიან, თითქმის გაჩუმდნენ, რადგან მიხვდნენ, რომ სხვა გარემოში მოხვდნენ სხვა ფუტკრებთან ერთად. ეხლა დავუმატებ საკვებს, რომელიც საკვებიც არის 2 ერთზე ნაზავი, 2 წილი შაქარი და 1 წილი წყალი, არის სქელი სიროფი, რომელსაც ფუტკრები გადააქცევენ საკვებ-მარაგად და გამოყვებავენ საკუთარ ბარტყს. დიდი რაოდენობით ვუმატებ, თითქმის 1 ლიტრის რაოდენობით ვუმატებ ეხლა მე მათ ამ საკვებ-მარაგს, იმიტომ რომ 5-7 დღის მანძილზე ჩაკეტილ მდგომარეობაში მეყოლება ეს სკა, რომ არ მოხდეს მათი დაბრუნება. პაკეტების შექმნის შემდეგ თუ საშუალება გვაქვს, კარგია თუ გავიყვანთ რამოდენიმე დღით მოშორებით ჩვენი საფუტკრიდან, თუ არ გვაქვს ასეთ საშუალება, როგორც მე ვიქცევი, ვკეტავ საფრენებს, რომ არ მოხდეს ფუტკრის შეღწევა ან გამოსვლა ამ სკიდან, რომ არ დაბრუნდეს ის ფუტკარი იმ სკაში, საიდანაც წამოვიყვანეთ. ვკეტავ 5-7 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ კი გავხსნი და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეს ფუტკარი განვითარებას. ეს გამოცდილება მაქვს უკვე ერთი პაკეტი შევქმენი. ეხლა დავათმუნებ და სათმუნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნაჭრები, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ცელოფნები. მაქვს გადაფარებული სეტკა, რომელიცაც ხორციელდება სკის განიავება და ვიყენებ პირდაპირ წესით ბალიშების დაფარებას. ამას უკვე დიდი ხანია ვიყენებ, უკვე რამოდენიმე თვეა და ვაკვირდებით ან როგორ იმუშავებს ასეთ მდგომარეობაში ჩვენ სკაზე ბალიშები და როგორ განვითარდება სკაში მოვლენები. ძალიან კარგად მუშაობს. მინდა გითხრათ, პირდაპირ წესით ბალიშის დადება, რადგან ბარტყი და ფუტკარი სადაც იმყოფება, ის ტერიტორია თბილად არის და დაცულია და ასევე კუთხეები სიცარიელია კუთხეებში და სკა მარტივად ნიავდება. მაქვს სახურავში გამოყოლი ეგრეთ წოდებული ზღვის ქაფი, რომელიც ასევე ძალიან კარგია თბოიზოლაციისთვის, მარტივად არ ნიავდება სითბოსკიდან და ასევე მარტივად არ შემოდის გარედან სიცივე და ძალიან კომფორტულია სკებისთვის. რაც შეეხება შეგუების პროცესს, რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, ასევე ვინც ეს ვიდეო ნახა, როდესაც ასეთ პაკეტს ვაკეთებთ, ეს ფუტკრები იმყოფებიან ტოლვილობის მდგომარეობაში და
ხვდებიან ამ მდგომარეობას და ცდილობენ რომ ნაკლები კონტაქტი ქონდეთ ერთმანეთთან, ყველა თავის ჩარჩოს გარშემოა მობილიზებული. 3 საათის განმავლობაში განიავდება ის დედის სუნი, რომელიც დედის სუნიც გამოყვა თითოეულ ჩარჩოს თავისი სკიდან. თუ დედას არ მივაწოდებთ, 24 საათის შემდეგ დაიწყებს ეს ფუტკარი სადედის ჩამოშენებას. ეს პერიოდია ზუსტად შეგუების პერიოდი, ერთმანეთთან შეგუების პერიოდი, ერთმანეთთან შეჩვევის პერიოდი. იქ რა თქმა უნდა ხდება მათ შორის კონტაქტი და ამ კონტაქტის შედეგად იღუპება ფუტკარი. როგორც პრაქტიკა მაჩვენა, ერთი სკა ესეთი გაკეთებული მაქვს უკვე, თან ვახორციელებდი დაკვირვებას თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები იმ სკაში. კონტაქტის შედეგად რამოდენიმე ფუტკარი დაიღუპა, მაგრამ ეს საგანგაშო არ არის, იმიტომ რომ მაქსიმუმ 10-20 ფუტკარი იყო დაღუპული სკაში. ამ კონტაქტის შედეგად ესეთი ფუტკები მოხრილ მდგომარეობაში არიან, როცა იღუპებიან. 16 დღის შემდეგ კი გამოვა სკაში დედა. ფუტკარი გავრცელდება მისი სუნი და სკა დაიწყებს ბუნებრივ განვითარებას, როგორი განვითარებიდანაც უნდა წავიდეს სკა. კიდევ ერთი რა მინდოდა მეთქვა, სკებს საიდანაც ამოვიღებთ ჩარჩოებს ამ პაკეტის შესაქმნელად, აუცილებლად იმ სკებს უნდა დაუბრუნოთ იმ რაოდენობის ჩარჩოები, აშენებული ჩარჩოები, რა რაოდენობის ჩარჩოსაც ამოვიღებთ იმ სკებიდან, რომ დედა ფუტკარმა ისევ შეძლოს ზედ კვერცხის განთავსება და ისევ დაუბრუნდეს ჩვეულ მდგომარეობას ეს ჩვენი სკები და გააგრძელოს სკამ განვითარება, რომ შემდეგ კიდევ შევძლოთ ამ სკებიდან ესეთი პაკეტების შექმნა. ესეთი პაკეტების შექმნა შეგვიძლია მთელი წლის მანძილზე, რადგან ძალიან კომფორტული და კარგია ნაკლები დანაკლისით იმ სკებიდან, საიდანაც ვიღებთ ამ ჩარჩოებს, ვქნით ახალ პაკეტებს. ესეთი პაკეტების შექმნა შეგვიძლია ყოველ 10-12 დღეში ერთხელ, თუ გნებავთ 15 დღეში ერთხელ და განმავითაროთ ეტაპობრივად ჩვენი მეურნეობა. უნდა აღვნიშნო, რომ ესეთი პაკეტის შექმნა ძალზედ შრომატევადია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, იმიტომ რომ უნდა შევისწავლოთ წინასწარ ჩვენი სკების მდგომარეობა, თუ რომელი სკა გამოვიყენოთ ასეთი პაკეტის შესაქმნელად. ასეთი პაკეტების შესაქმნელად შეიძლება გამოვიყენოთ არა 2, არამედ 4 სკა, 5 სკა და მათი მდგომარეობა უნდა ვიცოდეთ, დაავადებების მიხედვითაც უნდა ვიცოდეთ თუ რა დაავადება სკებში. მართალია შრომატევადია, მაგრამ ძალიან კომფორტულია და ჩემთვის ესეთი პაკეტის შექმნა ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ სკებს საიდანაც ვიღებთ ამ ჩარჩოებს, იმ 2 ჩარჩოიან დანაკლის ძალიან მარტივად და მალე შეივსებს სკა, ვიდრე მთლიანად ერთბაშად შუაზე გაყოფილი სკა, იმიტომ რომ ის სკა კიდევ უფრო დიდხანს უნდება შევსებას. ამიტომ ან 1 ჩარჩოიან, ან 2 ჩარჩოიან დანაკლის სკა მარტივად შეივსებს და მარტივად აღიდგეს და ისევ სრულყოფილი სკა იქნება და ჩვეულებრივად გამოვიყენებთ იმ სკებს ღალიანობისთვის. ასევე ძალიან კარგია თუ ასეთ პაკეტების შექმნას დავამთხევთ ღალიანობას. ღალიანობაზე კიდევ უფრო მარტივად განვითარდება ესეთი სკები და მარტივად შეავსებს ჩვენ სკებს და სრულყოფილი ოჯახის სახეს მიიღებს. ვფიქრობ, რომ სრულყოფილად მოგაწოდეთ ინფორმაცია ასეთი პაკეტების შექმნასთან დაკავშირებით. თუ რაიმე კითხვები გექნებათ, აუცილებლად გიპასუხებთ ამ კითხვებზე. მადლობა, რომ დრო დამითმეთ და ეხლა კი დაგემშვიდობებით და დროებით.